საქართველოში სამთო კურორტებზე აქტიური ზამთრის სეზონი მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ყველა კურორტი ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულები გაზრდილი შემადგენლობით ინტენსიურად პატრულირებენ, რომლებიც აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ბაკურიაში სამთო სათხილამურო კურორტზე წარმოდგენილები არიან გაზრდილი რაოდენობით. აქ ადგილზე წარმოდგენილია როგორც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე მოთხილამური პატრული, კრიმინალური პოლიციის დანაყოფები, სამაშველო სამსახურები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. მოთხილამური პატრულები აღჭურვილები არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, შესაბამის დახმარებას ოდესას ითხოვენ მოქალაქეები, რა თქმა უნდა მზადყოფნაში არიან. ბაკურიანს სხვა წლების მსგავსად წელსაც ბევრი დამსვენებელი ყავს. სასრიალო ტრასების გარდა გაზრდილი მობილობის გამო გზებზე ავტომობილებიც შეუფერხებლად გადაადგილებისათვის ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს კონტროლი. ბაკურიაში სეზონი დაიწყო 25 დეკემბერს, მაგრამ მოგეხსენებათ ეხლა უკვე სეზონის პიკი გვაქვს. ბაკურიანის განვითარების სააგენტო თავისი ყველა სერვისებით მაქსიმალურად უმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რაც სეზონს მოყვება ხოლმე თან უპრეცედენტო დიდი რაოდენობის დამსვენებელია დღეს ბაკურიაში და შესაბამისად ავტომობილები. მოგეხსენებათ, რომ უკვე მესამე წელია მოქმედებს კანონი ზამთრის საბურავების, მაგრამ შემდგომი პრევენციის მიზნით წაღვერში კიდევ არის მონიტორინგი, რომ მოწმდება მანქანებზე საბურავები. ძალიან გვეხმარება საცობების განმუხტვისთვის საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარე სეზონით კმაყოფილები არიან თავად დამსვენებლები. მათი განცხადებით კურორტი სრულად მომზადებული შეხვდა დამსვენებლების გაზრდილ ნაკადს. დაბა ბაკურიანში დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალების უმეტესობა გახსნილია. თხილამურის მოყვარულებს 8 საბაგირო ემსახურებათ. სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები. უპრეცედენტოდ ბევრი ხალხია. ძალიან ბევრი ხალხი არის. პირველად არის ისე, რომ სასტუმროებში, ბინებში არ არის ადგილი და ეს ამხელა ნაკადის შემოდინება მიუხედავად საპატრულო პოლიცია ფანტასტიკურად ართმევს თავის საქმეს და უზრუნველყოფს მოქალაქეების გადაადგილებას. სახელმწიფო ჩამოვედით მე და ჩემი მეგობრები თბილისიდან. დაგვხვდა ძალიან სასიამოვნო სიტუაცია, ამინდები არის ახლა იდეალური, არც ხილვადობაც ძალიან კარგი არის, რეალი არ არის ისე საშიში სიტუაციაში. სათხილამურო ტრასებზე ხშირად ხდება პატრული, რომლებიც გეხმარებიან თუ რაღაც პრობლემა არის. ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ყველაზე სასიამოვნო რამ არის ჩემი აზრით აქ რეალი. We are a company. ჩვენ High Sky კომპანიიდან ვართ და ყოველ წელს 3-4 ჯგუფით ჩამოვდივართ საქართველოში ზამთრის კურორტზე დასასვენებლად. ძალიან კარგი ადგილია ბაკურიანი, ძალიან მოგწონს და კარგ დროს ვატარებთ. რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს და მომუშავე პერსონალს, ძალიან კარგად მუშაობენ და ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე. შეხედეთ, რამდენი ტურისტია, ყველას ვურჩევ, რომ ჩამოვიდნენ და სასრიალო ტრასიდან უსაფრთხოდ ჩამოსრიალდებიან. მე ისრაელიდან ჩამოვედი, ჩვენ ხშირად ჩამოვდივართ ბაკურიანში და ძალიან მოგწონს. გასაოცარია, საპატრულო ოფიცრები ზამთრის კურორტზე ძალიან კარგად ასრულებენ მოვალეობას, იცავენ ყველას. სათხილამურო ტრასაზე თუ გზაზე ეხმარებიან, ვინც დაცემულია, აყენებენ. ჩვენ ეს ყველაფერი მოგწონს. სამთო სათხილამურო კურორტებზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე 10 წელია რაც მუშაობენ. წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს გაუწიეს შესაბამისი დახმარება.